გეოპოლიტიკის არსი და მნიშვნელობა ყოველთვის არსებობს. არა მარტო ენერგო დღეს ჩვენ ცხოვრობთ ისეთ და ვარშავის პაქტის ქვეყნებიც არის შესული. არ უნდა გადასულიყო სხვა კონტინენტზე და არ უნდა აღმოჩნდნენ აბსოლუტურად სხვა საფრთხის წინ. იმის ნაცვლად, რომ მათ ინდუსტრია როგორც ასე გაიხსენეთ და შეისწავლეთ ყველაზე გაკეთებული სამეთაურო მომზადება. ჩვენ პერიოდულად ვიქნება ეს სწავლებები, ჩვენ ჩავატარებთ რაც იყო ამ დღეებში განვითარებული. გამარჯვებაში გილოცავთ ბატონო სერჟანტო და წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ შევეხეთ გეოპოლიტიკის საკითხებს, ვილაპარაკეთ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე საქართველოს კონტექსტში, ასევე ვილაპარაკეთ და მიმოვიხილეთ საქართველოს მეზობელი ქვეყნები, მათი პოლიტიკური, ეკონომიური და სამხედრო ინტერესები. გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის საკითხებზე. ჩვენ განვიხილეთ ის სიახლეები, რაც ამ პროცესშია. ხაზი გაესვა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობას. სამხედრო მოსამსახურეები ძალიან მყარად უჭერენ მხარს ამ პროცესს და სანამ ასეთი ერთობა და ესეთი სულისკვეთება იქნება სამხედრო მოსამსახურეებში, რაც თლიანად საქართველოს სახი არის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გზა აუცილებლად წარმატებული იქნება. ჩატარდა სერჟანტთა შეკრება, რომელიც მიზნად ისახავდა სერჟანტების კიდევ ერთხელ გადამზადებას, იმ გარკვეული დისციპლინების გახსენებას და საბრძოლო მომზადების მხრივ мотиваციის ამაღლებას სერჟანტების მხრიდან. ჩვენ სერჟანტებმა გავართვით თავი მაქსიმალურად